ჩემი პოეზია სულის სიმფონია. ესეთი ამ ლექსების კრებულის სახელწოდება, რომლის ავტორს ნოდარ დონაძეს ასაკისა და განსხვავებული საქმიანობის მიუხედავად შთაგონება კვლავაც ეწვია. სამშობლოს ოჯახისა და თხინვალის სიყვარულმა ხელში კალამი ააღებინა და პოეზიის მოყვარულთ თემატური ხასიათის რიგით მეოთხე კრებული აჩუქა. გამიტაცა პოეზიამ. ეს მოდის მამაჩემი და ძირითადად მამაჩემი პოეტი კაცი იყო, მისი ლექსი პრავდაში იყო დაბეჭდილი და იქიდან გამომდინარე მეც გამომყვა პოეტური ნიჭი. ჩემი პოეზია სულის სიმფონია მეოთხე წიგნია უკვე ჩემი. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში წიგნის პრეზენტაციას ნოდარ დონაძის ახლო მეგობრები, პოეზიის მოყვარულები დაესწრნენ და ლამაზი სტრიქონების გარჩევასთან ერთად ხალხურ საკრავებზე შესრულებული სიმღერები მოისმინეს. ნოდარ დონაძე, როგორც პიროვნება, როგორც პოეტი, ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის არის ძალიან საინტერესო, ძალიან შინაური ადამიანი. ჩვენ მასთან გვაქვს დიდი შემოქმედებითი ურთიერთობა. ვაწყობთ მისი წიგნების პრეზენტაციას. ბიბლიოთეკის კოლექტივი ყოველთვის მზად არის პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან შესახვედრად. ნოდარ დონაძის ნამუშევრებს წარმოადგენს ასევე ლექსების კრებული მიძღუნა მოგონებები, თხინვალი და თხინვალელები. ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მსურველებს ნოდარ დონაძის ნამუშევრების გაცნობა შეუძლიათ.